ჩვენ ახლა ვიმყოფებით მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში, ამ ულამაზეს შენობას, რომლის ისტორიაც მე-19 საუკუნიდან იწყება. Ხადია ბევრი რამ ახსოვს. იგივე ჩვენი ისტორიის არაერთი საინტერესო ფურცელი უნახავს. სასახლის არქიტექტურა ბევრჯერ შეიცვალა, თუმცა უცვლელი დარჩა ის ემოცია, რაც უამრავ ადამიანს აკავშირებს ამ კედლებთან. Hey Nate, how's life? I don't know. It's all right. I've been dealing with some things like every human being and really didn't sleep much last night. I'm sorry. That's fine. I just think I need a little me time. I just think I need a little... განახლებული მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე კვლავ სიხარულით უღებს კარს ჩვენს პატარებს. შეუძლებელია აქ არ ახდეს მათი ოცნებები, მათი ნატრვა. მე როგორც თბილისის მერი და 4 შვილის მამა, დღეს ვარ ბედნიერი ადამიანი, რომ მომეცა შესაძლებლობა წვლილი შემეტანა სასახლის ახალი სიცოცხლის მინიჭებაში. მინდა ასევე მივმართო პატარებს, ჩვენს პატარა მეგობრებს, დღეს სასახლეში თქვენი ნაბიჯების ხმა ისმის და მინდა გისურვოთ, რომ ეს ნაბიჯები იყოს ისეთი მტკიცე და წარმატებული, რომ თელმა სოფლიომ გაიგონოს თქვენი ხმა. გილოცავთ ყველას, გისურვებთ წარმატებებს, ჩვენ მომავალშიც კიდევ ბევრ საინტერესო და მნიშვნელოვან პროექტებს განვახორციელებთ ჩვენი დედაქალაქისთვის.